სრულ ინკვიზიციას აწყობს ივანიშვილი ქართული ხალხის წინააღმდეგ, წინასაარჩევნოდ მშვიდობას პირდებოდა ხალხს და ევროპული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი, სწორედ ისე როგორც პუტინი ამწყდევს ოპოზიციონერებს და შემდეგ წამლავს და რიგ შემთხვევაში კლავს მათ, იგივე მდგომარეობაში იმყოფება სამწუხაროდ დღეს საქართველო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ, ხელები ჩამოვყაროთ, პირიქით, ამან უნდა გაგვაძლიეროს ერთიანობაში და გამარჯვების რწმენაში, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს დღესდღეობით, რომ გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ლელო და გახარია დადიან რეგიონებში და ადამიანებს ელაპარაკებიან, ვინ უნდა იყოს სიაში და ვინ არა. როგორ ფიქრობ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას? ვინ თქვა ეს? ანა წითლიცე. და რას მეკითხები? დადიან რეგიონებში და მე რა ვიცი, ვინ დადიან, არ ვიცი, მე არ მინახავს. მიიღებენ მონაწილეობას, როგორ ფიქრობ? არ ვიცი ხა, მე კითხავი ნამდვილად არ ვარ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შემიძლია მქონდეს ჩემი პოზიცია არის, რომ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც იგებს ვინც ითვლის, ასეთ ფსევდო არჩევნებს, საერთოდ არჩევნებადაც არ უნდა მოიხსენიოთ. ეს არის სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ, როდესაც საარჩევნო ნებას და უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას იტაცებს არალეგიტიმურად ძალაუფლება მოხვეჭილი ადამიანი და ამ შემთხვევაში ივანიშვილი, ხო? ამიტომ მორიგ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მე არ მიმაჩნია გამართლებულად. გერმანიის ელჩთან დაკავშირებით არის თითქოს მოსაზრება მისთან დაკავშირებით ოფიციალურად ეს არის რომ თითქოს შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად შეიძლება რომ მიიღებასო საპარლამენტო და ტექნოლოგიები თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მით უმეტეს ჩატარდება ისეთი თამაშის წესებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანებმა რეალურად საკუთარი ნება გამოხატონ და არ მოხდეს კვლავ მოსყიდვა, გაყალბება, მიტაცება და ციფრების უბრალოდ დაწერა, რა თქმა უნდა, ხა საპარლამენტო ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ჩემი აზრით უმჯობესი იქნება, რომ ცალკე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ ეს გახდეს პოლიტიკური ცვლილების საფუძველი და შემდეგ პოლიტიკური ცვლილების შედეგად დამოუკიდებელმა და უფრო გამართულმა ინსტიტუციებმა და სისტემამ ჩაატარონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა ეს იქნება პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის. გერმანიის ელჩია ტელეფონის გამოყენებით თქვენ როგორ ხედავთ? არსებობს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზები, მათ შორის ელექტრონული კენჭისყრის მეთოდი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ადამიანები ჩართოთ საარჩევნო პროცესში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი და მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს საყოველთაო და კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ ამან გამოიწვიოს რეჟიმის ცვლილება და ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, ნორმალიზდეს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური პროცესი და ქვეყანამ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ნიჭება კანონის უმრავლესობას და ადამიანის უფლების ამოსვლა გერმანიის ელჩი. ასევე ციტირებ, გერმანიაში არ გაქვს უფლება პოლიციას ცილა გაართვა, რა თქმა უნდა, ყველა ნახა ის ცილა, საკითხები ნამდვილად იმსახურებს თუ არა, საუბარებს იამაღობაზე, ის 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. რომ შეაფასოთ მისი განცხადება, მაშინ როდესაც გერმანიაში თუ არ აქვს კანონის უზენაესობა ითვალისწინებს იმას, რომ მოქმედებასა და სასჯელს შორის უნდა არსებობდეს პროპორციულობა. და ქალის მხრიდან მამაკაცზე სილის გაწვნის გამო 7 წელი ადამიანის ციხეში ჩაგდება, ქალის ციხეში ჩაგდება. თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ? არც ერთ დემოკრატიულ და ნორმალურ საზოგადოებაში ეს სტანდარტი არ არსებობს და ვერ იარსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ყველაფერი შესაძლებელი და დასაშვებია იმისთვის, რომ პროევროპელი, თავისუფლების მოყარე, დამოუკიდებელი ადამიანები დაისაჯონ სამაგალითოდ და დამნაშავე მხდალი და სამარცხვინო ვითომ პოლიციელებით გებუაძეების სახით, რომელმაც ჩემი მეუღლეც დააკავა უკანონოდ რამდენიმე წლის წინ და ზოგადად ძალიან სამარცხვინო პერსონაჟია,
ასეთ ადამიანებს ხელი დააფარო იმისთვის, რომ მათი გამოყენებით შეინარჩუნო ძალაუფლება, მაგრამ ეს უსამართლობა დიდხანს ვერ და არ გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში.